რა ადრე ამდგარ ხარ? ისაუზმა უკვე? რა. ჩაის ხო დადე? ავადამისხია. რა გჭირ შენ რაღაც ვერ ხარ ხასიათზე, ხო? რა უჩვენებ ხასიათზე. რაღაცას ვითვლით იმას და. ჩემი საქმიანი ბიჭი. ბებო, მე მგონი ცუდ დროს მოვედით. დე, რა ლამაზი ხარ. მოგწონს? ძალიან. ანუ ესე წავიდე კატოს თაფათების დღეზე გაიქნება? კი, დღეს არის? არა ხო. კი, მაგრამ დღეს ხომ უნდა შეგვერჩია დასაცმელი. გული გამისკდა, მეგონა რომ საჩუქრის ყიდვა დამავიწყდა. მა, გახსოვს ადრეს სკოლიდან რომ მოვდიოდით და რაღაც მაღაზია რო გაჩვენე? მინერალები რო იყიდებოდა, ეგ სად იყავ? რა მა? მაღაზია რო გაჩვენე, მინერალები რო იყიდებოდა თქო. კაი, არ ახსოვს, მე მაღაზიას ვიპოვი და უბრალოდ შენ მითხარი რომელი მინერალი არ აქვს, რომ ის ვუყიდო. კითხი და არ ახსოვდა. მე მგონი ყველა აქვს. ბებო, თუ ყველა აქვს, მაშინ რამე სხვა უყიდე. და მინდა რომ რაღაც კარგი ვაჩუქებ. და რამე სათამაშო რო უყიდოთ? კარგი რა ბებო, პატარა ხო აღარ არის. ხო. ბოლოს და ბოლოს ხან ხელა ქალია. დე, კითხვა თუ უყვარს რამე წიგნი რომ უყიდოთ? კითხვა კი უყვარს, მაგრამ არ მგონია დაბადების დღეზე წიგნი გავუხარდეს. ხო, მეც არ მიყვარდა წიგნს რომ ჩუქნები. რო გავიზარდე ძალიან მიხარდა ხოლმე. დე, სკეჩბუქი რო ვაჩუქოთ, დარწმუნებული ვარ გავუხარდება. უყიდი მე. ოღონდ ჩემთან ერთად უყიდე რა. მე მინდა რომ ავჩიო. კარგი ბატონო. არის. და მომაწოდე რა. ვინ არის ამ დილაუთენია? ნიკა. ой, ჩვენი ნიკა. ხო. ხო, ნიკა. დილამშვიდობისა. ხო არ გაგაღვიძე? არა, რა გამაღვიძე. როგორ ხარ? კარგად, შენ? მომეკითხე რა. კობა მოგიკითხა დედამაც. ჩემგანაც მოიკითხე. მოკლედ უცებ გეტყვი, ხო? კლინიკა მოიწერა ოპერაციის სავარაუდოდ არ იღები და ოპერაციამდე მოსამზადებელი რაღაცეები. უიე, კაია, ხო? ხო, აბა? მე ძალიან დიდი მადლობა. კაი, მე რა მადლობას მინდა. რო გამახარე. აი, მიხარია. კარგი, როცა გეცლება დამირეკე, ხო და შევხვდეთ სადმე დავიგეგმო. კი, აბა რა, შენ მითხარი როდის გცალია? შენ დამირეკე და მე სუნცალია. ნიკა, ნუ ხარ ესეთი კარგი, თორე მერიდება უკვე. ნიკა. ხო. ელენეს წავიყვან სკოლაში და მე დაგირეკავ შევხვდეთ, კარგი? კარგი, ველოდები შენ დროს. დროებით. სადაც არ უნდა იყოს სახლზე მაგარი არაფერი არა. მომეკიდე სულ არ მინდოდა დაბრუნება. ცოტა ხანი გადამავიწყდა თბილისი და აქ ავიცხოვრე. კაი იყო. და რატომ არ მითხარი დავჩებოდით კიდე რამდენიმე? აუ კარგი რა, მერე წავიდეთ კიდე. ისედაც მოგწყვიტე სამსახურს და ვინ იცის კიდე რა პრობლემები შეგექმენი. კარგი რა, შენ რა პრობლემები უნდა შემეკრა. ისედაც რასაც ვაკეთებ ყველაფერს შენთვის ვაკეთებ. არა, შენთვის კი როგორ შენთვის და აი ამისთვის, აი. ცებედნიერი ვარ რომ ცხოვრებაში გიპოვე. ერთი მე ვარ ბედნიერი და შენ თუ გონია რომ აი სხვა ცხოვრებაში თავს დაგანები ძალიან ცდები. ყველა ცხოვრებას შენთან უნდა ვიყო. კარგია. 2 საათზე მაგიდან მაგ დაჯავშნილი ჩინურში. ხო, გოგზირო რაღაც. ტკბილ ცხარე წვნიანი მენატრება. გიშდები, როგორ გახსოვს ყველაფერი? მე ვიგიჟდები შენს. წავედი ხა გადავებლებთ. კარგი. კარგი გიშო. გამიშ. კარგი ხო. არ მიპასუხი, ან ისოდე სახლში მოვაკითხავ კიდე რა.
და დედა შესუთხარი ნუ შემცამ თავისი ჭკუის დარიგებებით. ნუ ძმე და ნუ ჩემს ოჯახს თავი დაამეგოს, რა გასაგებია? და დროზე დამირეკე. მაგრამ ევასები რა. ედილით რომ მოდიხარ სამსახურში და ცეხი რო გუგუნებს რა. იმ ხელა შეკვეთა გააზრე, აბარო? დღეღამე გვაქვს გასწორებული და მაინც ვერ უმკლავდებით. ბიჭო, სამაგიეროდ ეხა. დამკვეთს თუ მოეწონა ყველაფერი. ჩათვალე რომ სამუშაოს უგვექნება რა. მაგარია. ბიჭო, ის არ არის დირექტორის პირველი მოადგილე? დილით ვერ მოასწრო ჩაიდალევა და გაუშვია. ო მაგარამე თუ აიკვია დამტრისას რა. ეგრეა. რა გინდა ჯიგარია რა მუშაობს რა. იღა დაავზანში. კაი, მიდი. წავედი ხა აქ თუ არაფერი საქმე არა მაქვს. აღარ მოგაცდე რა. კაი, არ მაცდენ, იყავი რა. კაი, ბიჭო, შენ ზვიადასნაირი მოცილი ხო არ გქონდა? გადავწერ მაგას რომ მიდი. აუ, კობა კიდაღამ დამავიწყდა, რაღაცა უნდა მეთქვა შენთვის რა. მომისმინე, დამკვეთმა დამირეკა. კობას რომ რაღაცა თანხა ჩაურიცხეო წინასწარო და მაგის მიღება ჩავარებს აქტებიო, გადმომიგზავნოსო რა. და ხო ვუთხარი რომ კაი მეთქი. ანუ რატო შემჭამეს მაგათ? ბიჭო, რა ვიცი, ბუღალტერიას უნდა საბუთები რა. ან რაში დაგჭირდა თანხა რომ ჩაარიცხე? ბიჭო, ყველაფერი საყიდელი იყო და არ ქონდა არაფერი. ბევრია? ეს ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ ჩამოწერილი მაქვს რა. მომე 6-ია და მე გიყიდი ბარემ რა აღარ მოწდეში. რა თქმა მე თვითონ გავალ და მოვიდა და ვიყიდი. მივდივარ ბარემ და ვიყიდი და მოგიტან. არ მინდა რა ძმაო გავალ და ვიყიდი მე თვითონ. რა ვაფშე რაღაც უნდა გითხრა რა გასმერ რა. როგორ გითხრა არ ვიციო. რა პირდაპირ მიდი. მაგრამ მიტყდება, მაგრამ რო არ გითხრა ის უფრო მიტყდება რა. ხო მშვიდობა გაქვს ბიჭო. მე კი ლაკოზე უნდა დაგელაპარაკო. გატყუებს რა. ზვია და რო გავუშვენ დღეს რაღაცების მოსატანად. ვიღაც ტიპთან ერთად დავინახეო რა. და მაგრად არ მომეწონაო, როგორც იქცეუდნენო რა. შეიძლება არ დაიჯერება ეხა ზვია და სიდა რაღაცებს ბოდავს, მაგრამ რა უნდა მეთქვა რა. კაი. ვარმანანებინო ეხა ეს რო გითხარი რა. წავედი რა. ადმინი. გამარჯობა. ნიკა არის? კი. მოგბრძანდით. უკაცრავად დაგვიანებულებს იღებთ? თუ ასეთი კარგი ადამიანი აგვიანეთ, დრო საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. კარგი რა, ნიკა. უბრალოდ ფაქტი აუნიშნე. გინდა ყავა მოვატანო? არა, მადლობა, არ მინდა. არა და მეგონა ყავაზე უარს არ ამბობ. შენ შეემჩნია ხო ყავის მანიაკი რო ვარ? წყალი? არა, არაფერი არ მინდა, უცებ კითხავ რა ხდება და გავიქცევი რომ შენ არ მოგაცდინო. არა, ჩემ დროზე ნუ ნერვიულობ, ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებ კლინიკაში. ხო, ისე შენი ნამდვილად არ მშურს. ძალიან ძნელია ხო სულს ქვისით ტკივილის და პრობლემების მოსმენა. სამაგიეროდ პრობლემების მოგვარებაა საინტერესო და სასიამოვნო. ეგ კი. ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა ესე მალე რომ მოგწერეს. ხო, ეგ მართლა კარგია. ესე იგი, როგორც გავიგე, წინასწარი კვლევებით, რასაც არ ელოდნენ, ის არ აღმოჩნდა, ხო? ღმერთო რა კარგია ჭკვიან და ლამაზ ადამიანებთან ურთიერთობა. ესე იგი, სწორად გავიგე. ზუსტად.
და ოპერაციამდე რამე წინასწარი გამოკვლევები არის საჭირო. არა, აღარაფერი, ეხლა უკვე გადასხმები, მონიტორინგი. და ეს ყველაფერი აქ უნდა გავაკეთოთ თუ იცი რა არის? აქაც შეიძლება, მაგრამ მოდი მე მაინც მივწერ ხო კლინიკას და ვნახოთ რას მიპასუხებენ. ხო, სიმართლე გითხრა, მეც მირჩევნია იქ გაკეთდეს, იმიტომ რომ გადასხმების მერე ფრენის ცოტა მეშინია. არა, ეგ საშიში არ არის. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ რადგან მონიტორინგს იქ ვაკეთებთ, ჯობია რომ გადასხმებიც იქ გაიგეთოს. ხო, კი. ვიცი, ნეტავი მალე დაგვინიშნა რა ოპერაციის დღე. აი უკვე ჩვენზე არის დამოკიდებული. ჩვენ თუ მზად ვართ, შეგვიძლია ხვალ გავფრინდეს. რა მომზადება მინდა ბილეთებს ავიღებ და ეგაა. კარგი, მაშინ მივწერ ამათ, რომ ერთ კვირაში ჩამოვალთ. იცი რა, ჯერ დედაჩემს დაველაპარაკები, ესე ჯობია და მე მიწერე, კაი? კი ბატონო. მე არ მჯერა რომ დამთავრდება ეს საშინელება როდესმე. ძალიან მალე. მადლობის თქვას აზრი არ აქვს, ხო? არა. კაი, წავალ მაშინ. The first time I met her, I was in better shape. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my love, where have you gone? All I want is your easy love. რა ხდება კერეს? მე მეკითხები რა ხდება? სადღაც გაქრი ტელეფონს არ იღებ, არ პასუხობ და არ ვიცი სად ხარ. გასული ვიყავი ერთი-ორი დღით ქალაქიდან და დამჭა ტელეფონი. დაგჭა თუ დატოვე? რა მნიშვნელობა? იცი რა, ეხლა ყველაფერს აქვს მნიშვნელობა რა. აუცილებლად უნდა ვიცოდე სად ხარ და როგორ ხარ ხოლმე, გასაგებია? ჯერ ერთი შენი ტონი არ მომწონს რა, რაც მოვედი მის მერე მეჩხუბები და ან ყავა შემომთავაზე, ან არ ვიცი რამე. იცი რა, არ მგონია შენთვის ეხლა ყავა კარგი იყოს, მაგრამ თუ გინდა სხვა რამე მივთვი. ეს როდის აქედან გახდა ესეთი ყურადღებიანი? კაი, მიხარ რასაც დედაჩემს? ანუ მე გავიგე რასაც მერჩი და დედაჩემ რა დააშავა. პირიქით, თვითონ მერჩი დედა შენი. ხან სად ხვდება და ხან სად ხვდება და საქმეებს მირჩევს, მე უნდა ჩემს უსტავი დაანებო. ცხოვრებას უევა. ეხლა კიდე დედა შენი რა შუაშია? გალბატონი კეთილანი იყო დედაჩემთან მისული და უთხრა შენმა შულმა ტრაკი დააყენოს. რაო? ხო? ჯერ ესე არ იტყოდა. ნუ უფრო ზრდილობიან ფორმაში რა თქმა უნდა, მაგრამ ანა ხო ხვდები ახლა ჩვენ პრობლემის შინაარზე ვსაუბრობ და არა ფორმაზე. მერე? რა მერე დაიწყო ჩემი გატისკვა დედაჩემ სანამ სიმართლე არ უთხარი რა. რა სიმართლე? სიმართლე და ის რომ მალე მამა გავხდები, ბავშვობები და ძალიან მაგრად ასწორებს ეს ყველაფერი, რა სიმართლე. რა ასწორებს? ცოტა ხნის წინ სხვანაირად რა ვაპარაკობდი? იცი რა, მოდი დაიკიდე ცოტა ხნის წინ რას ვაპარაკობდი, რა მთავარია ახლა რას ვფიქრობ, გესმის? და სხვათა შორის, რო იცოდე, ძალიან მაგარი მამა ვიქნები. თუ შეიძლება ერთი ყავა რა? ყავა არ შეიძლება მაგშებს. გიკითხება. ლანვა კი არ იყო ეს ვიპოვე. კაი მომეცი რაც არის, ეგ იყოს. საყიდლებისას ლარნაკიც მიეწერე. მაკრატელსაც ჩავწერ, ხო? ხო, ჩაწერე. აქ ჯობია, ხო? ხო, რავი. ხო, ესეთი დამოკიდებულებით ერთად ვერ ვიმუშავებთ. რას ნიშნავს რავი? ანუ შენთვის სულ ერთია როგორ გარემოში მუშაობ, ხო? არა, უბრალოდ ჩვენიერია თქვა, გვიგულისხმე.